ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ეს არის 21 მაისის ვლოგი. აქ ევას თმას ვუწნავ და ვცდილობ, რომ ზემოდან ჩავუწნა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ხოლმე, რომ ჩემთვის ასე ვინმეს დაეწნა თმა, მაგრამ არ იცოდნენ ჩემთან სახლში და მეც დღემდე არ ვიცი და აი ვიწვალე და არ გამოვიდა. ეს არის დღის ვლოგი. სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა სხვადასხვა ფორმატებთან რაღაცა ახალი ცდები ჩავატარო. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემი თავისთვის და თქვენთვის და აი ესე გადავწყვიტე, ესე გადამეღო გუშინდელი ვლოგი. აქ მართალია მაინც არ არის მთელი დღე და მაინც საღამო საერთოდ არ არის, მაგრამ ნუ რაც არის საკმაოდ კარგი და საყვარელი გამოვიდა. გვამზადებს საუზმეს, ევამ პური წაიღო, პურს მიირთმევს და მე ჩვენთვის მოხარშე კვერცხი და ეს არის პირველი ევას კვერცხი, რომელსაც ვწვქნი, აი ზუსტად მოხარშული კვერცხი მინდოდა. უმეტესად შემწვარი მინდა ხოლმე, მაგრამ გუშინ მინდოდა ზუსტად მოხარშული. ევასაც წავუღე, საიდანაც ნახევარი შეჭამა და მეორე ნახევარი ბონი მიირთვა მერე, დღის ბოლოს უკვე. და ეხლა უკვე ვამზადებ ჩემს საუზმეს. ვითვლი კალორიებს, გუშინ გადავწყვიტე დამეთვალა ისევ კალორიები, არ ვიცი ეს როგორი გადაწყვეტილება, მე ვუსმენ ჩემს ორგანიზმს, ვუსმენ ჩემს თავს და მაგის მიხედვით ვაგრძელებ ან არ ვაგრძელებ ხოლმე. რეალურად ისედაც ბევრად მეც არ ვჭამ, იმიტომ რომ გუშინ არ მქონდა ის შეგრძნება, რომელიც არის ხოლმე დეფიციტზე დაჯდომის, ასე ვთქვათ, დროს. შესაბამისად, ანუ რაღაცა ახალი არ ყოფილა, ისედაც, როცა ორგანიზმს ვუსმენ, ზედმეც არ ვჭამ. სალამით კბილებო. აქ მაქვს საუზმეც არ ქვია, დილას უკვე მქონდა ჩემი საუზმე, ეს არის ხოლმე ყავა და მე შოკოლადი. ბონი. ყავა, რაიმე შოკოლადი, რაიმე ტკბილი, თხილეული და ჯამში 300 კალორიის იყო, ეგ ხემსიც აღარ არის. მოდი ეს მეორე საუზმე ვთქვათ. აქ არის ერთი კვერცხი, პომიდორი, რაც ცოცხალი იყო იმ პომიდორისგან. ყველი. აი არ დაგაცდის ჭამას. პური, მე პურის აი ამას ვერ ვიტან და ყოველთვის ესე ვღრუტნი. და დესერტად მაქვს ყავა, შავი ჩვეულებრივი ხსნადი უშაქრო და Kinder Bueno-ს ნახეთ როგორ ვჭამ. მაქვს ეს. აი პირველი ორი ნაწილი ვჭამე, რა ვიცი, 2 დღე ვჭამდი და მე აღარ მინდოდა. და ეხლა მინდა. და ეხლა ამის, ანუ ერთი ცალის ნახევარს, ანუ მე-4-ის ვჭამ. აქ მაქვს აი ეს, ნახეთ, ძალიან მიყვარს. და ოჯახისთვის ვყიდულობ ხოლმე. იმათვის ერთს ვყიდულობ, ჩემთვის ცალკე ერთს და ეს მაქვს, აი უკვე გახმა. მიუხედავად იმისა, რომ ესე დევს. სნიკერსი მაქვს, ერთი ცალია შეჭმული მარტო და რავი, როდინდელი რაღაც ვიცი. აღარც მახსოვდა სნიკერსი რომ მაქვს. ეს შოკოლადი. ეს ძალიან მომეწონა შოკოლადი და ორი ცალი ყარი, ოღონდ ეს მარტო მე არ მიჭამია, გადავინახე ჩემთვის ეს. თორე აღარ შემხდებოდა. ანუ მე რომ აღარ ვჭამ ღამე ან რაღაცა, მე ხო აღარ მხვდება ხოლმე და ამიტომ ჩემთვის ვინახავ. მოკეთ აი ესეთი არის ჩემი კვება. აი ყველაზე გემრიელი უნდა გაჭამო. უგემრად გამომართა ღმერთო. ამას დასმაჭმავსო. ყველაზე უბრალოდ საჭმელი. ყველაზე გემრიელი რატოა? გუშინ ჟელეს ვიდეო რო დავდე, დღეს ავწებოდ გავაკეთებ, ძალიან მარტივია. და გაგიზიარებთ საღამოსთვის მაგის რეცეპტს. და კალორიასაც დაუცვლი, გუშინ არ დამითვლია.
უშენებს ჭამე. მერტაკია. აქეთ იმიტომ მომაკ. ისაც კითხვა გაუშვება საძინებელში რატომ ჭამ. იქით ყოველთვის არის ხმაური, რახუნი, ჯახუნი, ლაპარაკი და ასე შემდეგ და გადავწყვიტე არაა კომფორტული, მაგრამ თქვენი კომფორტისთვის. გადავედი დესერტზე. ამას შენ ვეღარ გაჭმე. ბოლოს უკვე ყველი ძალით მივეცი, აღარ უნდა. ბოდიში. არ შეიძლება შენთვის. მაპატიო. აი ამ პატარა სიხარულების გარეშე არ შემიძლია. უნდა დავაყოლო. ბევრი საჭმის ჭამას. მოჩვენა ცოტა ჭამა. ესეც დავაყოლო. უფრო კმაყოფილი ვარ. ანუ ფიზიკურადაც და მენტალურადაც. ესა ესენი სხვადასხვანაირები ყოფილა. ანუ ესეთი რა ქვია, ბუნებრივი და ხელოვნური. გარეთ უნდა წავიდეთ ეხლა. ეს რა თეთრ შოპურა? აი ეს არის დამპა, იმიტომ რომ საერთოდ არ აქვს ისა გათეთრების ეფექტი. მაინკადაც წავიში, ამასაც ხონდა მზისგან დაცვა. მოეწონა ეს ველოსიპედი. დედა ვიცია, მკითხა. ბარბი ახატია და მეთქი, რა გიყიდო ასეთი. დაჭდები ხოლმე მეთქი, კი. ევა, სადა ხარ? ევა. ჩამოსწია. დავასწავლე ყავს ვარჯიშები ფიზიკური. ყველგან არის, ყველგან ვერ ჩამოეკიდოს. მე არასდროს ანუ მე არ ვიყავს ამ საკითხში. და ფიზიკად ძლიერიც არის მათ შორის.
Aia dajdoma. Savardjo მოედანზე ვარ, გავიარე, გამოვიარე, ბავშვს გავეკიდე, გამოვეკიდე, აგერად ჩამოვეკიდე. Вообще ვერ ვიწევი საერთოდ ხალხო. ხო და დავჯიქჭე რა, კაია დაჯდომა. სად დავიმალო? ვიყიდე 87 ვარა, ხალხო. ფული ისეთი გაუფასურებულია, საერთოდ არაფერიც არ ვიყიდე. ესე რომ აიღო. კრემპოლი ვიყიდე, აქციაში 5 ვარად იყო. ესენი, ეს მგონი 4 და 20 ღირს და ეს მგონი 4 იყო აქციაში, ძალიან მაინტერესებს ეს როგორია, აი ეს. ვიყიდე, თევო მიყიდა, ტოფი და ეს. და ბერძნული იოგურტი სანამ არ იყო, ძალიან მალე თავდება და დიდები არ იყო და ეს პატარები ვიყიდე. მოიცა ყველა არ დახიო. ძალიან უყვარს ლავაში. ესეც ვიყიდეთ, მაგრამ ვიტყვი ახლა. ხო, ეს არის ფილე, აი, რა არის ხო ნახეთ. ფილე 680 გრამში გადავიხადეთ 17 ლარი. 3.90 იყო ძელი და 4 ცალი ვიყიდეთ, იმიტომ რომ ყველა ისხავს ჩაიში, ამას გადავხადე. ჩაიში და იმაში, ძელში და რა ვიცი, ძელში, ყავაში. ევამ კიდე მენთოსი იყო ერთი და ბანანი ბევრი ვიყიდეთ, იმიტომ რომ აქ ჭამენ უზომოდ და დავიცი ჯერ მე მგონი სხვა ხილებთან შედარებით კიდე ეს არის ერთი პომიდორი და კიტა შო ეს პური ოცი ჯივარსალინა Ubadame? Rachkada tam. Hadi. მაიმუნი ეს უყვარს ეს ამათ ძალიან უყვარს ყველას ბავშვს ხო შო აი ესა ასო რახა აი ამ ხორცის გარდა უნდა მოავზადო ოჯახისთვის აი ამ კიდე პომიდორისგან ელამ ფეხი წამოკრაი ახლა წაიქცე იქინა სერიოზული. ხოდა ისეთი მოხსნა პირი, ისეთი იდირა, ისეთი ძალიან მაგრა გამწარდა. ხოდა არ მინდოდა მე თქვა რომ არაფერია. მაგრამ თქვავე ყოდი რომ იდირები. ხოდა ვაღხსენი რომ ზოგჯერ ბავშვები იქცევიან და ეგ ნორმალურია. შენ ფეხუთას არაფერი არ ჭირს. თან ტირო და აიკოპის პირველად. ხას მახსოვს ხოლმე ეგრევე ისეთი აიწყავა კარგად ეთქია. ხორა.
ხელში არ ვიყავი და ხელში აყვანილი ამოვიყვანე ზემოზე. ხოდა სახში ისო შემოვიდეს მერეც ტიროდა. ხოდა ძანძნელია და შელა დაღლილი ხან. გახტე ავიდა და იყო ყრილი. და ანადოლია რო ყრილი დაიწყო. ძანძნელია ვარ დაიწყო. ადამი არ დავიწყე. თუმცა გამეხმარდნენ რა თქმა უნდა. როგორც კი შემოვედით ანდრიაც და რამი. ყველა მაგას კიდე დიდი მნიშვნელობა აქვს. აი დავიდე კიდე მინდა ხოლმე. რო დავიწყები ხოლმე. მე გავიზიანებულია, რომ აღარ ყველა ეგრეა რა. და ასაფიკი მაქვს ხოლმე რა. მე დავიწყე. მე გადადის რა, თავი. უნდა პო. ეგ დიდია პატარა მინიც. პატარა? დიდია. მოგესალმებით ძვირფასო. ეხლა მე თქვენ შევჭამთ ჩემს მომზადებულ უზარმაზარ შაურმას, რომელსაც აქვს მხოლოდ 450 კალორი. და გასტის წვენი. აქ არის ახალი კომბოსტო, კიტრი პომიდორი, მოხარშული ფილე, ბერძნული იოგურტი, მდნარი ყველი ლაბნე, და ლავაში. ოღონდ ლავაში ნახევარია, ნახევარზე ცოტა მეტი, მთლიანი არ არის. $450 გრამია, 450 კალორია, 458 გრამი. თითქმის 100 გრამზე აქვს 100 კალორია. აგრე არაფერი. ჩანდეს. ცოტა მარილი, მე ხო იცი, მარილის მოყვარული ვარ.
სავსეა ბოჭკოთი, აქვს საკმაოდენობის ცილა და რავი, მე მგონი იდეალური სატირია. რაც იმას ნიშნავს, რომ შაურმა ყოველთვის ცუდი არ არის. და დესერტი ხალხო. ეს ვიყიდე. 13 გრამია აი ეს. 100 გრამია მთელი შეფუთვა და 530 კალორია 100 გრამზე. ხის თხილის არომატი აქვს. ამით დიდხანს ვისი ამოვნება. საოცრება. ყავა ძალიან ცხელია. მოვიდა უკვე. ნახევარი ხორცები შემიჭამა. ისე ტირის ხომე გული მოგიკვდება. გეკონება 2 კვირის მშიერია. მეც კი არ მჯერა ხომე რომ 2 კვირის მშიერი არ არის. იმდენად აღლილი მოვედი გარეთ გასეირნებიდან გუშინ, რომ ამ შაურმის მომზადების თავი აღარ მქონდა, მით უმეტეს კალორიებს რო ვითვლი ხოლმე, მაგასაც გინდა არ გინდა ნერვი მიაქვს ხოლმე. ხო, და აქ უკვე ვრეცხავ ჭურჭელს და ამის მერე იყო ის, რომ მოვიდა იკა, მე რაღაცა პატარა ვარჯიში გავაკეთე, პირველად გავაკეთე გუშინ წინ, მე ერთ დღე გამოვტოვე, იმიტომ მткиოდა ყველა კუნთი და გუშინაც გავაკეთე. მე ეს ხელებზე გავიკეთე ეპილაცია, არ ვიცი რამ წამომიარა, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მткиვა ხოლმე და თავს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ ძალიან მომწონს ახლა. და ხო, აი ესეთი იყო ჩვენი საღამო, ევამ ადრე დაიძინა, მეც მიუწექი და ვუყურებდი 1000 რაღაცას, მე ცოტა სარბენბილი გზე ვიარე და მეც დავიძინე. აი ასეთი იყო ჩვენი 21 მაისი, ხო ლია წავიდა ელენეს დეიდას დაბადების დღეზე და არ დაბრუნებულა სავარაუდოდ დღეს ან ხვალ მოვა.